შუადღეებში მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმება თქვენი დოდონა, როგორ ხართ, რა შვრებით? აი ეს ნაწილი დამჩა, ისა ჩამოსასწორებელი. გუშინ მოკლედ მე რატო დაიმუხტა ესე. გუშინ ვერაფრით ვერ მოვედი თქვენამდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმეები გქონდა და რატო გქონდა? იმიტომ რომ დღეს ველოდები ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს, ანუ ველოდები ჩემს მულს და ჩემს მილის შვილს. მოდიან დედიკოს სანახავად, ამიტომ დავტრიალდი ახლა როგორც რძალი და ველოდებით უნდა მოვიდნენ. მანამდე მოდი ხელი დავიტენიანოთ. ცოტა ესე გადავჩეჩოთ ეს თმები. ხო და მოკლედ გუში ვერაფერი ვერ გადავიღე. აი ესე ეულად გავაგრძელე ყოფნა და კეთება. მარტო არ ვიყავი, თორე რაღაცებს კი გადავიღებდი, მაგრამ უკვე იმდენი ვიყავით, რომ აი ძალიან აურზაური იყო და მართლა, ანუ წარმოუდგენელი იყო ის რა ქვია. წუთით რამის გადაღება. ხო, დღეს აღამოს და შევიღებო თვები ახვალ. აი არ ვიცი დღეს როგორ მოესწრება, ხვალ, რომ სამშაბათს ზეიმია და ყველაზე ცუდი რაც არის ის, რომ მარიკოსაც სამშაბათს აქვს და ასევე მაქვს მეც, ანუ სამსახურში. ძალიან ვინერვიულა, ბევრი ვიტირე და გამოვარკვიე, რომ უმრავლესობა თურმე არ ესწრება ზეიმს, იმიტომ რომ მათი ბავშვები უბრალოდ აღარაფერს აღარ აკეთებენ და 1-2 მშობელი თუ მივიდა, ისიც ნუ აი არ ვიცი. სამაგოდ თოვლის ბაბუ მივა საჩუქრებით და ასე შემდეგ. ხო და მოკლედ ცოტა ამოვისუნთ ქემაგ კუთხით. ასე, მოდი ცოტა ეს ხარ დავიტანოთ, თუ ჯერ ყავა დავლიოთ. ყავა მიდეს უკვე 2 საათია ცივი. ხო, მოდი რამაც შეგაჩვენოთ. შევეცდები ესე უკან გავიწიო და გაჩვენოთ. ის არის ლურჯი შარვალია, დედამ მაჩუქა და მათვე ფეხზე დედას ნაჩუქარი ძალიან კარგი ხარისხის ბოტასები, რაც ცოტა ისე მაქვს კეტი უბრალოდ, რაც იშვიათია ხოლმე რომ ჩავიცვა, ის მაცვია. ხან ბოტას ვიძახი, ხან კეტს გაიგეთ, ახლა რა არის. მოდი დავლიოთ ყავა. ბებო, გინდა თუ გინდა ავუწევ ცოტას? არ მინდა. კარგი. ბებია ზის ავლაბრის ტურფასავით მშვენივრად გამოჯგიმული. მზე როგორ ურტყავსად წავიდე. ძალიან ურტყავს მზე. კარგი, 1-2 წუთი სანამ ჩამოვლენ დედიკო და მარიამი მაღლიდან. ცოტა ვიჭორავთ, ხო, დედას გაცნობას არ შეეხება, უცბად გაგაცნობთ, თქო, არ ვიცი როდის შეება დღესაც, არ ვიცი. ხო და ეს ვერაფრით ვერ მოვირჩინე, რა არ ვიცი, რა არ ვსვი, მაგრამ რა ვიცი, თავისი ვერაფრით. აუ ძალიან მინდა გაჩვენოთ ის სანთელი, რომელიც მაჩუქა დედამ და იკავებს მაცივრის თავზე ადგილს და არ დამავიწყოს აუცილებლად მინდა რომ გაჩვენოთ ყვავილებით არის ულამაზესი, ანუ მაგას რო ვერ დაწვამ და დეკორად უნდა გედოს ეგეთია და ძალიან მინდა და გუშინ მოსულიყავი თქვენამდე, მაგრამ ვერ. ასე მოგივით ბაჟი გავაკეთე წინვალი. ხო და ესეთი ამბები გოგოებო, ვაიმე და თან ანუ ამისი რაც მომწონს ამ ბოტასის არის ძალიან ისეთი სიმყარე და თან თბილია რა. ხო და დედაჩემ მამას კეთს ეძახის, ანუ ისეთი დაბალია კეტი ვიდრე გასვიავდა და ბუტასია რეალურად, მაგრამ მეთქი კაი იყოს კეტი, მაგრამ მომწონს მაინც. მოკლედ დამირიკეს მალე ალბათ მოვლენ. ხო და მანამდე ყავა დავლიოთ უკვე კარგად გაცისებული. აი არაფრის გემო არ აქვს. მოკლედ არ ვიცი რა ხდება აქციებთან დაკავშირებით და საერთოდ რა ხდება, საერთოდ არაფერი არ ვიცი. არა ტელევიზორი, არა სოციალური ვერაფრისთვის ვერ მოვიცალე ეს 2 დღეა საერთოდ. უბრალოდ რამდენიმე ვიდეო ვნახე, რამაც ძალიან ამაღელვა და ძალიან ამაყი ვიყავი, როცა ჩვენი მოცეკვავეები ხორუმით გამოვიდნენ, იყო ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და მგონია რომ ზუსტად აი ეგ არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის სიმშვიდე, ცივილურობა, განვითარება, აი ის პროტესტი რაც იყო მაგით გამოხატული, აი ეგეთი პროტესტი მიყვარს, მე ეგეთი ხმა მინდა მიწვდეს მთელ სოფლიოს ჩვენი და არა ხოცვა და გინება და ერთი ამბავი მოკლედ. ძალიან მომეწონა, ეგ ძალიან პატარა მონაკვეთი ვნახე და აი ამევსო ყველაფერი
და ვიყავი ძალიან ბედნიერი, რაცაც ვერ ვიტყვი ახალციხეში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით, სადაც ასე ვთქვათ უკვე თითქმის მსოფლიომ რო გაიცნო, ისეთი გოგო მღეროდა და ცოტა გაუგნებული ვიყავი. ანუ გაუგნებული იმით კი არა, რომ მე ხარ როგორი იმღერა გეხვეწებით. ძალიან აქტიური მხარდამჭერია ოცნების ბუზალაძე და ანუ ამ კუთხით მართლა არ გამკვირვებია, უბრალოდ გამიკვირდა ის, რომ ამ ფონზე როცა აი ძალიან დაძაბულობა, მგონია რომ საერთოდ კონცერტები არ უნდა ყოფილიყო, აი ეს პერიოდი რაღაცამდე ხონა მივიდეთ, რაღაცა მოლაპარაკებამდე მაინც ხომ უნდა მივიდეთ, უკვე ხა მთავრობის გადადგომაზე არც ელაპარაკი, ანუ მგონია რომ ეგ ამბავი ეგრე არ ვიდედა დავაქციე. ეგ ამბავი ეგრე ვერ იქნება, მაგრამ რაღაცამდე ხომ უნდა მივიდეთ, ანუ რამდე არ ვიცი უკვე, მაგრამ რაღაცამდე ხომ უნდა მივიდეთ. ხო და ესენი უკან დახევას არ აპირებენ, როგორც ვატყობ მე ეს მთავრობის წარმომადგენლები და არც მეორე მხარე არ ვაპირებთ თლად დახუხებას უკან. ასე ვთქვათ, ყველა ჩვენი პროტესტები გვაქვს და ჩვენი პრეტენზიები და პრობლემები. ხო და თუთა კონცერტებმა გამაოგნა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი უარს იტყო და მათ შორის მათი მომხრეებიც, ანუ მთავრობის მომხრეები, ესე რომ ვთქვათ, მე არ მიყვარს მხარეებად დაყოფა, მაგრამ ნუ იმის რანაირად აქვს. და მგონია, რომ მაგიტომაც უფრო მეტს გადაუხდიდნენ, იმიტომ რომ ოღონდ ვინმე სიმღერა და ანუ ახლა ბუზალა ძალიან აქტიური მხარდამჭერია და რა თქმა უნდა, ახლა გეხვეწებით 18,000 ლარზე რატო იტყოდა უარს ხო არ იცით. მაგრამ ზოგადად არ მომწონს, როცა კონცერტები მიდის ამ ფონზე, ხო ხვდებით. მაგრამ არის მეორე მხარე, ნახეთ, მე დაუშვათ ვარ მომხრე იმ ყველაფრის რაც ხდება, ხო? ამ მთავრობის ეს მომწონს ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მივეცი ხმა და ანუ რა დააშავეს ამ ადამიანებმა, ვისაც ჯერათ ამ მთავრობის, ვისაც ჯერათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი უმრავლესობა პრობლემების მოგვარებულია და უფრო მეტი პერსპექტივები გგონია რომ მოხდება, ანუ რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ისინი ხედავენ, ხო ხვდებით? იმ ხალხმა რა დააშავა? მათაც უნდათ კონცერტები, მათაც უნდათ ბევრი რაღაც და მათაც უნდათ ბევრი რაც შეგვინდა. და ნაწილობრივ მათთვის მიღწეულია რაღაცეები. ზოგისთვის არ არის, რა ვიცი, შემდის ბევრი რამ არ არის, მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი. აქ არის ამაზე საუბარი, როცა ასეთი ვითარება, მგონია რომ აი რა გეკონცერტება. ანუ ძალიან ბევრი ხალხი არის უკვე აქციებზე და ძალიან დიდი ჩართულობა და ძალიან დიდი რა არის, იცით, აი არ არის გამორიცხული, რომ კონცერტებზე მოხდეს რაღაცა გაუთვალისწინებელი ფატალური რაღაცეები, ჩვენ არავინ არ ვიცით რა მოხდება, იმიტომ რომ ხალხი ძალიან გაღიზიანებულია და ამ ფონზე შენ კონცერტებს რო ატარებ, საფრთხეს უქმნი როგორც იქ დამსწრე საზოგადოებას, ასევე იმ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც იქ ჩაკავს. მე ასე მგონია. ამიტომ მგონია, რომ აი ეხა აი სახალხო კონცერტები დროებით უნდა გადადებულიყო. თუმცა ხო, რა დააშავეს იმ ხალხმა, ვისაც უნდა და ვისაც ყოფილი იდეალურად არის ან მიახლოებული მაინც. ხო და ამ ხალხმა რა დააშავა. უკეთ ესეთი ამბავია. ხო, მოვჩეთ ამ ხრივ საუბარს და დავუბრუნდეთ ცივ ყავას. მოკლედ თან მე რამდენი მოკლედ თქვი ხალბად გავგლიჩოს. დავგლიჩედი იქნება გადავეჩვიო. ის არის ნუ მარიამზე ხო გითხარით, არ მახსოვს გითხარით თუ არა, ოღონდ მისი ასე ვთქვათ ღია გაკვეთილი იყო კატასტროფა, ხრივ რომ ჩართულობა არ ქონდა, მაგრამ თავარი რა არის, იცით რომ ბავშვმა იცის. ანუ ხვდებით ბავშვმა იცის და რაღაც კომპლექსები რაც აქვს მე მესმის მისი და ანუ რა გავაკეთოთ. და ამიტომ გადავწყვიტე რომ არავინ არ დაესწროს იქნებიან პედაგოგები, თოვლის ბაბუ და 1-2 მშობელიო 3 აიგრ დაახლოებით და დანარჩენები არავინ, იმიტომ რომ მარიამის არ იყოს ბევრს პრობლემა აქვს მშობლის დანახვაზე.
ამიტომ ვფიქრობ, რომ მივცებავ საშუალება ის რაც იცის გამოავლინოს. მე ისედაც ვერ ვესწრებოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან განვიცადი, აი ძალიან. ხო და ეს მოლოდინშია დამძროს ჩაეცი. ხო და ის არის. მე ისეთი კექსი გამოვაცხი ხალხო. თავის ნიგვზებით, თავის მინანქრებით, თავის რაღაცეებით, თავის ნუშით და რა ვიცი, გადავიგრიჯე თავპირი. ძალიან მომწონს ზოგადად განა ვერ ვიყიდიდი ხალხო, ახლა გეხვეწებით რა, რასაც შეხარჯავ გამოცხობაში, შეიძლება ბევრად მაგარი იყიდო და ამატო 2 ლარი, 5 ლარი ბევრად მაგარი იყიდო, ან იგივე ფაშიც მაგარი იყიდო. შეიძლება არც, მაგრამ ანუ ყიდვა შეძლო მოკლედ რა, მაგრამ ეგ პროცესი მომწონს, რომ არის ჩემი მომზადებული. ანუ ეგ მომენტი მაქვს, რომ აი ჩემი მომზადებული მინდა მივართვა იმ ადამიანებს, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ჩემი გაკეთებული ეს მომენტი მაქვს. წვადი შევწვით, მაგრამ გაცივდა, გაცხელება მოიწევს. არა უშავს. ხო და მოკლედ ესეთი ამბები გოგოებო. ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ დედა, ანუ სხვანაირი მოცემულობა გვაქვს სახლში, რომ დედა სულ სხვა, ანუ ვერც ავხსნი სიტყვებით, როგორ ავხსნა, არც ვიცი, საერთოდ ეგ მდგომარეობა როგორ ავხსნი, ძალიან ბედნიერი ვარ, აი იმის წარმოდგენა რომ უნდა წავიდეს, არ მინდა, ძალიან სტრესავსე გამბავი და არც ვფიქრობ. უბრალოდ არ მინდა რომ ვფიქრო. ჩემთვის ძალიან მძიმე იქნება. ძალიან. ამიტომ თუმცა ის მომენტი რომ უკვე ხშირად ჩამოვა ხოლმე 3 თვით, 2 თვით ყოველ წელს ეგ ის მაგ გამბავი მანუგეშებს, ასე რომ ვთქვით. მახარებს. მაგრამ ის რომ მიდის ყველაზე მეტად, აი ყველაზე მეტად ვისაც გაუჭირდება, ეს არის მარიამი. ნუ ხბებო თავისად, მაგრამ აი აქ ვიძახი ჩვენ შორის, ჩემ შორის და ჩემი შორის. ყველაზე მეტად ვისაც გაუჭირდება, ეს არის მარიამი. ბევრად მეტად გაუჭირდება, იმიტომ რომ მიჯაჭვულია ძალიან მიჯაჭვულია უკვე და არ ვიცი რა იშველებათ. ზიარა ვარ. თეთრი კოლკუტი მინდა მარიამს უყიდო. აი მედია ვიპოვი. მისომას პრობლემა მაქვს მისომაზე სერიოზული თან. რა არის ხალხო იცით? აი არ ვიცი, თქვენ ბავშვებსაც ესე ეძინძებათ, ანუ ვითომ კარგ ხარისხს ვყიდულობ, ვითომ ცოტა ძვირიანს ვყიდულობ, ეხა ხარისხისთაც ხო. და ფასი ხო იცით როგორ ემატება ხოლმე რომ ეკაი ხარისხი. აი არ ვიცი, ერთხელ ჩაიცვამს მარიამ და აძინძილია ჩვეულებრივად. მე არ ვიცი რა ვიცი. თითქოს ხარისხიანი. მაშინ რატო იძენძება ესე? გავიდეთ პურზე არ იყო პური მოსული და ეხა მოვაო და მივაკითხოთ, ფული დატოვებულია. ბედნიერი და გავაცილე ჩემი მული და ჩემი მულიშვილი ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა, რა თქმა უნდა ვერაფერი გადავიღე, ბევრი ვიყავით, ხო ხდებით რა როგორც ხდება, ეხლა ხო ვერ დავიწყებ აქ ის ფრაზე. ხო და კარგი საღამო იყო ძალიან, ხო და შევთანხმდით რომ სოფელში ყველა ერთად წავალთ. ნახოთ როგორ გამოვა, მაგრამ ესე დაიგეგმა. ხო და ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ძალიან სასიამოვნო დღე იყო საბოლოო ჯამში რომ შევაჭამოთ. მივიდეთ სახლი მივალაგოთ. ესე რომ დღე ისეთია რომ დიდად თქვენთან კომუნიკაცია ვერ დავამყარე, მაგრამ ძალიან საპატიოა. ძალიან. ხო და ესეთი ამბები. მშვენივრად ვიქეიფე, გადასარევად.
ახლა ზუსტად იმ მდგომარეობაში ვარ, როცა სამსახურის მერე სიცოცხლის აღარ სჯერათ. ხო და რა უნდა ვაკეთო გარდა იმისა, ახლა რომ სვაყავა, ვსქროლო და რამდენიმე წუთი ტვინი გავთიშო რაღაცა გარე ხმაურისაგან. და გადავხედე ამ ჩემს ვიდეოებს და რა თქმა უნდა, ცუდი კომენტარებიც არის, ძალიან ბევრი კარგი კომენტარიც არის და მოკლედ ყველას დიდი მადლობა კეთილის მსურველ ადამიანებს და დავაკვირდი, რომ როცა მლანძღავენ უმოწყალოდ და მე მათ პასუხს შესაბამისად ვუბრუნებ, მერე იმიტომ მლანძღავენ, რომ მე პასუხს ვუბრუნებ. ხო და ლოგიკურია, ბუნებრივია, რომ ადამიანები არ უნდა ვლანძღოთ და თუ გავლანძღავთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ველოდოთ პასუხს. და კიდევ ერთი, როცა ხშირად ვდებ ვიდეოებს, უნდა მიეჩვიო განსხვასო. ხო და ვერ მივეჩვევი და ზუსტად იგივე პასუხით შეგამყოფთ, როგორც ვაიმე.